კიდევ ერთხელ გვინდა გამოვიხმაუროთ ლარის დევალვაციის პროცესს და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ჩართულობის საკითხს და ჩვენი ორგანიზაციის შეფასებით ეროვნული ბანკის ქმედებები ლარის დევალვაციის მასშტაბის გათვალისწინებით იყო არაადეკვატური, ვინაიდან პრაქტიკულად ის 200 მილიონი დოლარი, რომელიც დაიხარჯა ბოლო პერიოდში ლარის მხარდასაჭერად ეროვნული ბანკის მხრიდან, აღმოჩნდა არაეფექტიანი, ვინაიდან ჩვენი აზრით ადგილი ჰქონდა საკმაოდ დაგვიანებულ ქმედებებს და ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა რეზერვების გაყიდვა მაშინ, როდესაც ბაზარზე უკვე პანიკა და აჟიოტაჟური სიტუაცია იყო და მოგეხსენებათ, ასეთ სიტუაციაში გაცილებით ნაკლები ეფექტი მოაქვს თითოეულ გაყიდულ დოლარს ეროვნული ბანკის მხრიდან. ანუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა ვერ მოახერხა გაეტარებინა პრევენციული ღონისძიებები და ძირითადად მისი ქმედებები შემოიფარგლებოდა მხოლოდ უკვე როგორც ვახსენე, ფორმირებული აჟიოტაჟის სიტუაციაში რეზერვების გაყიდვით, რაც კიდევ ერთხელ ხაზგაუსვამ არ არის ეფექტიანი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის 200 მილიონი, რომელიც დაიხარჯა ეტაპობრივად 40 მილიონიანი ინტერვენციების სახით, გაცილებით ადრე უნდა მოხდარიყო მისი დახარჯვა და ერთბაშად, ასე ვთქვათ, რომ ბაზარზე მკვეთრად მოხდარიყო სიტუაციის შეცვლა, თუმცა ვინაიდან მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირდა, პირიქით ბაზარი წავიდა აჟიოტაჟისკენ, პანიკური განწყობილებების ფორმირება გახდა აშკარა და ასეთ სიტუაციაში დაიკარგა, ასე ვთქვათ, ეფექტიანობა განხორციელებული ინტერვენციების. აგრეთვე კითხვებს აჩენს ის გარემოებაც, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, გულისხმობ 2013 და 2014 წლებს, ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონებიდან უფრო მეტი დოლარი ჰქონდა შესყიდული, ვიდრე გაყიდული, ანუ ასე ვთქვათ, უფრო კონკრეტულად ვთქვათ, 235 მილიონი დოლარი ჰქონდა ბაზრიდან ამოღებული და აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ მოახდინა თუნდაც ამ მოცულობის ინტერვენციის განხორციელება მაშინ, როდესაც ეს ჭირდებოდა ბაზარს, ჭირდებოდა მთელ საზოგადოებას იმისთვის, რომ კურსის რყევა არ ყოფილიყო მკვეთრი და არ მოხდარიყო მკვეთრი ცვლილება. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის ის ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ, ეს არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ 40 მილიონიანი რამდენიმე ინტერვენცია, რომელიც უკვე ძალიან დიდი ცეცხლის ჩასაქრობად, რომელსაც ძალიან დიდი ცეცხლის ჩასაქრობად იყენებს ეროვნული ბანკი, არის არაეფექტიანი და ჩვენი შეფასებით უფრო გავს პასუხისმგებლობის არიდებას ეროვნული ბანკის მხრიდან, ვიდრე ლარის დევალვაციის შესაჩერებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. დიდი მადლობა, კითხვები თუ გაქვთ, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. საქართველოს ბანკმა გააკეთა ესეთი განცხადება, ვისაც იმ ადამიანებს შეხს გამოტანილი, ვადას გაუგრძელებენ. თქვენ როგორ შეაფასებთ მათთან ინიციატივას? რა თქმა უნდა, მივესალმები და ვიწონებს გავს გადაწყვეტილებას და კეთილნებას კომერციული სტრუქტურის მხრიდან, რომელიც გულისხმობს ყოველთვიურად სესხებლებისთვის შენატანების შემცირებას, ისე რომ მათ სერიოზული ზარალი არ განიცადონ. მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში არსებობს, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მართალია იქ სულ სხვა მიზეზით, თუმცა ბანკებმა სერიოზული რესტრუქტურიზაცია გაუკეთეს სესხებლებს, რითაც ყოველთვიურად მათი ხარჯები მნიშვნელოვნად შეამსუბუქეს, ასე ვთქვათ. ანუ ეს საზოგადოებისთვის უფრო კარგი იქნება მათი ეს. კი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მაინც მოხდება ამ სესხის ამოღება ბოლომდე, რა თქმა უნდა, რესტრუქტურიზაცია და გახანგრძლივება ნიშნავს იმას, რომ საპროცენტო ხარჯი სესხებელს გაეზრდება, თუმცა ყოველთვიურად შენატანები შემომცირდება, რაც ჩემი აზრით კარგი და ისეთი შვების მომტანი ნაბიჯი არის. ასევე მთავრობას აქვს შემოქმედება პრივატიზაციის შესახებ, თქვენთვის ცნობილია. ეს ინიციატივაც თუ სტარტებას ბატონო. ჩემთვის, ასე ვთქვათ, მიუღებელი ცოტა უხეში ნათქვამი, ანუ მე ვისურვებდი, რომ ეს ნაბიჯები თუნდაც ან ეროვნული ბანკის მხრიდან, ან მთავრობის მხრიდან გადადგმულიყო გაცილებით ადრე. დღეს ორივე მიმართულებით პრაქტიკულად ხდება არა პრევენციული ღონისძიებების გატარება, არამედ რაღაც უკვე მოხდარი ცუდი ფაქტის შედეგების განეიტრალება. ეს რომ გაცილებით ადრე მოხდარიყო, შეიძლება დღეს უკეთეს სიტუაციაში ყოფილიყო საზოგადოება, გამომდინარე იქიდან, რომ ლარის დევალვაცია არ ყოფილიყო ამ მასშტაბის. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს
პრივატიზების გზით უცხოური ვალუტის მასის მოზიდვა, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ლარის კურსს. თქვენ ახსენეთ, რომ არ არის ეფექტური და არასწორია ნაბიჯები, არასწორია. თქვენ რაც თავაზობთ, რა შეიძლება გაკეთდეს? ამ ეტაპზე უკვე, ანუ, როდესაც ბაზარს მოიცავს პანიკა და აჟიოტაჟი, გაცილებით მეტი რესურსია საჭირო იმისთვის, რომ ჩაცხრეს ეს პანიკა და როდესაც 7 ვითარებაში, ანუ უფრო ადრეულ ეტაპზე, დეკემბერში ან იანვრის პირველ რიცხვებში, როდესაც კიდევ ერთხელ დაიწყო დევალვაციის ტალღა, ეროვნულ ბანკს შეეძლო უბრალოდ უნდა მიეღო ჩვენი აზრით უფრო მკვეთრი ზომები, უფრო დიდი სავალუტო ინტერვენციები ერთბაშად განეხორციელებინა, რითაც ერთის მხრივ ეს იქნებოდა სიგნალი საზოგადოებისთვის, რომ ისინი მარტო არ არიან ამ პროცესებში და მეორეს მხრივ ერთბაშად დიდი ინტერვენცია შეცვლიდა ბაზარზე სიტუაციას ვალუტების მასებს შორის თანაფარდობის კუთხით. ვინაიდან, ანუ პრაქტიკულად ამ დევალვაციის პროცესში საზოგადოებას არ ჰქონდა სალსახა პასუხი არც ერთი ოფიციალური სტრუქტურისგან რა ხდებოდა და რა შეიძლება მომხდარიყო და რას აკეთებდნენ ეს სტრუქტურები იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ლარის მსგავსი დევალვაცია.